ასტრონავტები კოსმოსში გადატვირთვას საერთოდ არ იღებენ, რადგან უწონადობაა და არც ერთი მათზე მოქმედი ძალის საწინააღმდეგო მოძრაობის შესრულება არ უწევთ. დედამიწაზე გადატვირთვა ერთი ჯი გვაქვს, ანუ ტახტზე როცა ვართ დამოკონტროლებულები და პულტის აღება გვეზარება, ჩვენივე წონის დაძლევა გვეზარება. ჯი გადატვირთვა გვიჩვენებს თუ რა რაოდენობის ძალა ადგება ობიექტს სიჩქარისა და მიმართულების ცვლილებისას. მას შემდეგ რაც ობიექტი იმაზე სწრაფად იწყებს გადაადგილებას, რაც გრავიტაციის ძალას აღემატება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ გაჩერებული ხართ და უცებ გაიქცევით, თქვენი სხეული დაძლევს გრავიტაციის ძალას და გადატვირთვა სხეულზე 1 ჯიზე მეტი იქნება. სტანდარტულ ადამიანს შეუძლია 6-დან 9 ჯიმდე წამია გადატვირთვას გაუძლოს. ოდესმე თუ დაფიქრებულ ხართ, რატომ მე ახალ სკული ამერიკულ მთებზე? დაგასპოილერებ და გეტყვით, რომ სავსე მუცელი არაფერ შუაშია. 4-დან 6-მდე გადატვირთვა ფიზიკურად მოუმზადებელი ადამიანისთვის განსაკუთრებულად თავისა და კისრის არეში პირდაპირ შიდა ყურზე მიდის. სწორედ ეს პატარა ვესტიბულარული აპარატია პასუხისმგებელი თქვენს ბალანსზე. დარღვეული ბალანსი კი გულის რევის პირველი მიზეზი. ტოლმა წამიღო მყისიერად. ასე რომ თუ კისერი ნავარჯიშები გაქვთ კი, შეგიძლიათ ნაჭამის დასხდეთ ატრაქციონებზე. If you can give me a couple of sausages. 9 ჯიზე კი გონებას ვკარგავთ. ამის მიზეზი კი ორგანიზმში შენელებული სისხლის მოძრაობაა. სისხლძარღვები ტვინს ვეღარაწვის საჭირო რაოდენობის სისხლსა და ჟანგბადს. სწორედ ამიტომ ავიაკამანადგურებლის პილოტები აღჭურვილები არიან სპეციალური G-LOC კომბინიზონებით, რომლებიც სისხლის მიმოქცევას უწყობენ ხელს. მაგრამ იცით ვის არასვია ეს კომბინიზონი? დიახ, მრბოლელებს. მას შემდეგ რაც ზედაპირულად უკვე გავიარეთ რა არის ჯი გადატვირთვა, ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ იგი და მოვარგოთ ავტოსპორტის მაგალითს. ამისათვის უნდა გადავშევოთ მე-7 კლასის ფიზიკის წიგნი, სადაც წერია, რომ აჩქარება არის ვექტორული ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს ნებისმიერ მატერიალურ სხეულს და გვიჩვენებს მის სიჩქარესა და მიმართულების ცვლილებას. ასევე დაგვჭირდება მუდმივა, რომელიც ხამთელი რის ტოლია, ხოლო ზემოთხსენებული სიდიდეების განაყოფი მოგცემს ჯი გადატვირთვას. ახლა თავიდან, თუ ჩვენ გადავწყვეტ სუზუკას ტრასაზე 130 ერის გავლას, უმჯობესია ოჯახი არ გყავდეს. როგორც ალონსო თქვა, დაგვჭირდება აჩქარების გამოთვლა. აუდრის V კვადრატი შეფარდებული ერთთან, სადაც V არის სიჩქარე მეტრწამებში და R მოსახვევის რადიუსის ზომა. ფორმულას ავტომობილის აჩქარება ამ მოსახვევში დაახლოებით 300 კმ/სთ-ზე 93 მეტრწამია, ხოლო მოსახვევის სრული რადიუსი 340 მეტრი. და კი, 130 ერს სახელი იმის გამო გვქვია, რომ მოსახვევის ყველაზე ძველი ნაწილის რადიუსი 130 მეტრია, მაგრამ ჩვენ სრულ მოსახვევზე ვსაუბრობთ. 93 კვადრატში არის 6899, რომელსაც თუ 340-ზე გავყავთ, მივიღებთ დაახლოებით 20. ასე რომ შეგვიძლია ჩვენი 20 მეტრწამი აჩქარება წავიღოთ და შემოდგომაზე გავყოთ და მივიღებთ 2 ჯი გადატვირთვას. მაგრამ იკითხავთ, ამ მოსახვევში გადატვირთვა ხომ 6 ჯი მდიადი საკვალიფიკაციო რეჟიმში? და მეც დაგეთანხმებით. სწორედ აქ შემოდის დამწოლი ძალა, რომელიც უხეშად რომ ვთქვათ, ფორმულას ავტომობილს 3 ერთთან შეფარდებით აქვს. ანუ ჩვენ 2 ჯი გადატვირთვას რომ გავამრავლებთ დამწოლი ძალის თანაფარდობაზე, ანუ 3-ზე მივიღებთ 6. ახლა მარტივი საშინაო დავალება თქვენ. აიწონეთ, თქვენი მასა გაამრავლეთ 6-ზე და მიღებული მასა დაიდეთ სხეულზე 1-2 წამით. და თქვენ ზუსტად გამოცდით იმ ექსპერიენს, რაც 130 ერის გავლისას დაეუფლება თქვენს სხეულს. როგორც დასაწყისში ვახსენე, ადამიანი 9 ჯი გადატვირთვამდე იტანს, მაგრამ რა ხდება, როდესაც მოძრაობა მყისიერად ჩერდება? მოდი ვისაუბროთ 2021 წლის სილვერსტოუნის რბოლაზე, sadაც მაქსმა 51 ჯი გადატვირთვა მიიღო ლუისთან კონტაქტის შემდეგ. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ საბურავების ბარიერები, რომლის მთავარი დანიშნულებაა რეზინმა მიიღოს თავის თავზე დარტყმა, დეფორმირდეს და შთანთქოს გადატვირთვა. ფორმულა 1-ის ბოლიდი ეფექტურთან ერთად უსაფრთხოა. მისი ნებისმიერი დეტალის სიმსუბუქესთან და აეროდინამიკასთან ერთად ისეა მოწყობილი, რომ ერთ წერტილში მიღებული დარტყმა რაც შეიძლება დიდ ფართობზე გაავრცელოს. ამ შემთხვევაში დარტყმა ჯერ მიიღო დაკიდების სისტემამ, რომელმაც იგი მთლიან ბოლიდზე გადაანაწილა, შემდგომ საიტბოდმა და ბოლოს კარბონის მონოკოკმა საერთოდ შთანთქა იგი. გადატვირთვას ყველა გაუძლებს, მაგრამ მეორეა შეინარჩუნა გადატვირთვის დროს თანმიმდევრულობა და იყო ფიზიკურად მზად. რადგან 300 პლუსზე გადაადგილებისას, როგორც უკვე ვახსენე, ჩვენი კაპილარები ამცირებს სისხლისა და ჰაერის მოძრაობას ტვინის მიმართულებით და მას თქვენი ფეხებისკენ მიმართავს. გადატვირთვის დაძლევაში სხეულს ზედა ტანის ცხიმოვანი ნაწილი ეხმარება, რადგან გადატვირთვა მეტად დრეკად ზედაპირზე უკეთ იფანტება. როგორც ეს ბარიერის შემთხვევაში ხდება. 5 ჯი გადატვირთვის დროს თქვენი ხელები 5-ჯერ მძიმეა, რაც იმას ნიშნავს, რომ 5-ჯერ უფრო რთულია ისედაც მძიმე 200 ნიუტონიანი საჭის დაძლევა სწრაფ მოსახვევებში. ზუსტად ეს არის კუნთის სპაზმის გამომწვევი მთავარი მიზეზი, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს კი არა, მაქს ვერსტაპენსაც დაემართა 2021 წლის აბუ-დაბის რბოლის ბოლო წრეზე, სადაც დაძაბულობა უნდა პედალზე მუშაობამ საბოლოოდ მარჯვენა ფეხი გაუჭიმა.